Salmobit ძალიან მალე 31 ოქტომბერს გვიახლოვდება უკვე სავინის ჰელოუინის დღესასწაული, ამიტომაც საჯარო გზავნილი იქნება თქვენთვის ორ ვარიანტად სავინის ორაკულზე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ღია გულით მოусმინეთ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო, რას გირჩევთ სავინის დღესასწაული? რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ? 30 ოქტომბერს მექნება პირდაპირი ჩართვა კონკრეტულად ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. ვისაუბროთ, განვიხილოთ, მოამზადეთ საინტერესო კითხვები. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო, პირველ რიგში სავინის ჰელოუინის დღესასწაული მოგიტანთ თქვენ განახლებას. განსაკუთრებულად დაიმახსოვრეთ 31 ოქტომბერი. 31 ოქტომბრიდან დაიწყება თქვენს ცხოვრებაში განახლება, ტრანსფორმაცია. თქვენ გჭირდებათ აზრების გაწმენდა, თქვენს საცხოვრებელს, სამუშაო ადგილს, მანქანას, სადაც დროს ატარებთ, ყველაზე დიდ დროს თქვენი ცხოვრებისას. თქვენს შინაგანს სჭირდება განახლება, გაცოცხლება. მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია ესე ითქვას. რაც არის ძველი უნდა მოიკვეთოთ, უნდა დაიწვას წმინდა ცეცხლში. ცეცხლმა უნდა წაიღოს ის მავნე ჩვევები, მავნე აზრები. თქვენ თავადვე უნდა გაანთავისუფლოთ საკუთარი თავი. წუწუნისგან, უსარგებლო აზრებისგან, უსარგებლო ადამიანებისგანაც კი თქვენ წარმოიდგინეთ. ანუ განახლება, ხელახლა დაბადება არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენ შეიცნოთ საკუთარი თავი, იცოდეთ თქვენი თავის ფასი. იცოდეთ ამ დროის ფასი, ამ ცხოვრების ფასი, რაც მოგეცათ. ნუ იცხოვრებთ წარსულით, დატოვეთ წარსულში, მომავალზეც ნუ იფიქრებთ. ხელი მოკიდეთ ახლანდელ დროს, ამ წამს, ამ წუთს და დაიწყეთ ხელახლა ცხოვრება. შეიცვალეთ, შეხედეთ სხვა თვალებით თქვენ სამყაროს, თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, საკუთარ თავს და ნახეთ რამდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება. უბრალოდ გააკეთეთ ეს, იმიტომ რომ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო ყველაზე მეტად თქვენ ახლა განახლება გჭირდებათ. სულიერი მოკვდინება და ხელახლა მკვდრეთით აღდგომა. ეს გჭირდებათ თქვენ, ხელახლა დაბადება, განახლება, განთავისუფლება. იცხოვრეთ ამ წამით, ამ წუთით. ნუ დახარჯავთ უნიკალურ დროს ფიქრზე, წარსულის გამოსწორებაზე და მომავალზე. იცხოვრეთ აქ და ახლა, ამ მომენტში. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო, თქვენთვის კი არის მსგავსი გზავნილი, რომ დაადგებით ახალ გზას. ამ ახალ გზაზე დადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება თქვენთვის მარტივი. არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი გზა იქნება მხოლოდ ვარდებით მოფენილი. სასიამოვნო, მაგალითად, ურთიერთობით, ფიქრებით, მარტივი არ იქნება ეს გზა. მაგრამ აუცილებლად გაგეხსნებათ შესაძლებლობები. ვიღაცისთვის ეს იქნება სამწუხაროდ ტკივილით. ვიღაცისთვის ეს იქნება სიმძიმით. ვიღაცისთვის ეს იქნება პირიქით, სიხარულით. ყველას ცხოვრება და ყველას მომენტი და სულიერი მდგომარეობა არის სხვადასხვა. ყველანი ჩვენ გავდივართ გაკვეთილებს, რომელიც საჭირო არის ჩვენი განახლებისთვის, ჩვენი ზრდისთვის, იმისათვის, რომ შევასრულოთ ჩვენი ცხოვრებისეული მისია. თქვენ ცხოვრებისეული მისია წინ გაქვთ. შესასრულებელი გაქვთ. თქვენ ახლა ადგებით ამ გზას. სხვათა შორის ნახეთ, როგორ ეხმიანება განახლებიდან ისევ ადგებით კვლავ გზას. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ახალი რეინკარნაცია. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ახალი შესაძლებლობა, ახალი ადამიანი, ახალი სამსახური, ახალი ქვეყანა, ფიქრები. გესმით? ცვლილებების დრო არის. გაწმინდეთ თქვენს ირგვლივ სივრცე, გარემო, საკუთარი თავი, სხეული, შინაგანი, სული, ენერგოველი და ისე დააგდექით გზას. უსმინეთ თქვენ შინაგან ხმას, უსმინეთ თქვენს შინაგან ქალღმერთს.
თქვენ შინაგან ღმერთს უსმინეთ. და ამ გზაზე იარეთ მხოლოდ მათთან, ვინც დაგეხმარებიან, ვინც არ დაგამძიმებთ და ვინც არ დაამძიმებს ამ თქვენს ცხოვრებისეულ გზას. არ დაგამძიმებთ, არ იქნება თქვენთვის წინაღობა იმისათვის, რომ პირნათლად შეასრულოთ ის დანიშნულება, რისთვის თქვენ ხართ აქ მოვლენილი. გესმით? უბრალოდ ჩამოიშორეთ ის, რაც ჩამოსაშორებელია. დაჯექით და კარგად დაფიქრდით. ეს ეხება არა მხოლოდ მატერიალურს, ეს ეხება ასევე სულიერს. განთავისუფლება, ორივე ვარიანტისთვის აქ არის განთავისუფლება საჭირო, აქ არის გამოფხიზლება საჭირო, ზედმეტად ბევრი ტვირთი, ზედმეტად ბევრი ვალდებულება, ზედმეტად ბევრი პასუხისგებლობა გაქვთ აღებული, რომელიც თქვენგან გამძიმებთ. ამიტომაც არის ვერ მიდიხართ წინ, ამიტომაც არის ბლოკები, არის წინაღობები, არის განმეორებადი პრობლემები, განმეორებადი სცენარები, ოჯახში პრობლემები, საყვარელ ადამიანთან პრობლემები, კოლეგებთან, სტუდენტებთან, სამსახურში, კლასელებთან და ასე შემდეგ. გესმით? განახლდით, დაფიქრდით, იაზროვნეთ. არ წამოეგოთ ანკესებს, არ წამოეგოთ სხვის ტყუილებს, ტყუილ ცრუ დაპირებებს. ჩაუღრმავდით. აი ზუსტად სამბინის ჰელოვინის დღესასწაული მოგცემთ თქვენ ამის საშუალებას, რომ განახლებულმა იაროთ, განახლებულმა მოაკვდინეთ თქვენში ის, რაც მოსაკვდენია, გაატანეთ შემოდგომას და ძლიერებით დახვდით სუსხიან ზამთარს. იბრძოლეთ და გადარჩებით. სწორედ ეს არის თქვენთვის დღევანდელი საჯარო ენერგოგზავნილი. ვინც ისმენს, ის მიიღებს, ხოლო ვისაც ძინავს, ის გააგრძელებს ძილს. მე კი ყველას გისურვებთ გამოფხიზლებას, ბედნიერებას და სიმამაცეს. რადგან არ არის მარტივი ამ გზაზე სვლა, თუმცა აუცილებელი.